მოგესალმებით მეგობრებო. ეს თეთრი კარავია და მე მსახიობი ეკა ჩხეიძე გახლავართ. დღესაც ჩვენი ეთერის მთავარი თემა ემიგრანტი ქალებია. აი, უკვე ვიღაც გვიკავშირდება. გისმენთ. გაგვეცანით თუ შეიძლება საიდან ხართ, რამდენი წლით ბრძანდებით? მეგობრებო, მე მქვია ლიანა და 14 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. მალე ვაპირებ დაბრუნებას. რადგან უკვე თითქმის ყველა ის პრობლემა მოვაგვარე, რისთვისაც ამხელა გზაზე წამოვედი და თანაც მე თუ მკითხავ, ჩემს ქვეყანას ქვეყანა არ სჯობს. დიახაც ნამდვილად ასეა. სამშობლოდან შორს ყოფნამ ბევრი რამ სხვანაირად დამანახა და ბევრ რამეზე შემეცვალა აზრი და შეხედულება. ერთი რასაც პირველ რიგში განვახორციელებ, გეგმაში მაქვს, რომ ქალაქის ცენტრიდან, სადაც 60-ოთახიანი ბინა მაქვს, ქალაქის გარეუბანში გადავიდე. საკუთარ ეზოიანი სახლი უნდა ვიყიდო, სადაც პატარა მიწის ნაკვეთი მექნება. ბაღჩას გავაშენებ, რომ ჩემი ოჯახისთვის საკმარისი ბოსტნეული და ხილი მქონდეს. 1-2 ქათამიც მეყოლება, ისეთები კვერცხებს რომდებენ და რაც მთავარია სუფთა ჰაერი. აბა კეთილი სურვილებით, გემშვიდობებით. დიდი მადლობა. აი, ისევ ზარია. გისმენთ? პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. ახლა მინდა რაღაც თქვა. და ვიცი რომ ზუსტად ჩამქოლავთ, მაგრამ მაინც უნდა თქვა რა. იმასაც ვიტყვი, შენი საქმე არ არის და მართალი ხარ, ჩემი საქმე მართლა არ არის, მაგრამ ვარ თქვა არ შემიძლია. გუშინ სამსახურში გვიან 9 იყო დაწყებული და სახში მივდიოდი და მეგობარმა დამირეკა რომ მე გოგოები არის, ქალები არიან ჩამოსულიო რა, რომ ის ავტობუსი მოყვნენ და ვიცნა დახვედრილი იყვნენ 1 საათი არ იქნებაო რა და თუ არ შეწუხდები თუ სახში დაღლილი არ ახარო გადიო და იქვე ვცხოვრობ მეც ახლოში და მაგითო დამირეკა. და კი მეთქი არ არის პრობლემა, აგერვა და გავიქცევი მეთქი და მივედი მართლა და გული ჩამწყდა ხალხო. გული ჩამწყდა 6 ქალბატონი, 6-ვე 65-70 წლის. 67 წლის. სადუშობ თქვენ დედებს, თქვენს ბებიებს, სადუშობთ არ გცხვენიათ? თუ აქ ხეზე დაგიკრიფავს ფულებს და გამოგიგზავნით. რამ გადაგრიათ ხალხო, რამ გაგაგიჟათ ასე? ვიცი რომ გიჭირთ, ვიცი მე ვინ აქ გალხინებული არავინ არ მოდის, მაგრამ თქვენ წამოგბძანდით. სად უშვებ ამ ხელა ქალს? სად? ან მაგის სამუშაო როგორ იქნება აქ? ძლის დადის ხალხი, არ გცხვენიათ? გაგვეცანით თუ შეიძლება საიდან გვიკავშირდებით? მოგესალმებით, მე მქვია ნატო. ვარ 59 წლის. ამ ხმოვანწერილს გიგზავნით შვედეთიდან, კერძოდ კი სტოკჰოლმიდან. სადაც უკვე 11 წელია ვცხოვრობ და ჩემი შთაბეჭდილებები მინდა რომ გაგიზიაროთ. მეგობრებო, პირველი შოკი რაც აქ ჩამოსვლისას მივიღე იყო ის, რომ აქ თითქმის სულ ზამთარია. მაქსიმუმ 2-3 კვირა შეიძლება იყოს ზაფხული და ისიც ისეთი ჩვენთან სექტემბერ-ოქტომბერში რომ იცის. მაგრამ არ იცით როგორ ემზადებიან ამ ზაფხულისთვის აქაურები. ყოველი დღე ისეთი მნიშვნელოვანია მათთვის და ისეთ დღესასწაულებს იწყობენ ვერც კი წარმოიდგენთ. ჯერ ხო ყველა ველოსიპედით დადის ქუჩაში და ერთ ქალს ვერ ნახავთ რომ ველოსიპედზე წინ დიდი მოწნული კალათი არ ქონდეს დამაგრებული სავსე ყვავილებით. ამ 2 კვირისთვის აქ ქალები იმდენ ზაფხულის კაბას იმარაგებენ რომ ყოველი დღე სხვადასხვა ეცვათ. ეს რაც შეეხება ზაფხულს. თავარი აღმოჩენა ჩემთვის მაინც ზამთარში მოხდა. როცა დავრწმუნდი, რომ აქ არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ცალკე ოთახი არ ჰქონდეს, იმისთვის, რომ ზამთარი გაიხალისონ და აი რას გულისხმობ. ნამდვილად სჭირდება ერთი ოთახი იმას, სადაც ოჯახის ყველა წევრისთვის ინახება თხილამურები, ციგურები, ციგები და 1000 გვარი ზამთრის გასართობი ტექნიკა იქნება თუ აღჭურვილობა. რა ვიცი, რა თქვა, მართლა ყველაფერი მოგცა იმისთვის, რომ ბედნიერად გვეცხოვრა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ თავარი არ გვაქვს. უნარი იმისა, რომ ყოველი დღე როგორ გავხადოთ ბედნიერი. ეს არ ვიცით და არც გვინდა რომ ვიცოდეთ. ეს არის ჩემი გულის ტკივილი. დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა და მე ისევ ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.
ველოდებით თქვენს წერილებს თეთრ კარავში. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ეთერშია თეთრი კარავი. მე ვარ მსახიობი ეკა ჩხეიძე და ჩვენი შემდეგი თემა ძალადობაზეა. ყველას არ შეუძლია ამაზე ხმამაღლა. აი გვირეკავენ. გისმენთ? მოგესალმებით. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, ბევრი წლების წინ მოხდა და არასდროს მომიყოლია. ახლა თავს შევიკავებ, რომ საკუთარი ვინაობა გავამჟღავნო, მაგრამ თეთრი კარავის საშუალებით მინდა ყველას მოუყვე ამბავი, რომელიც მთელი ცხოვრება ვერ მოვინელე. ახლა უკვე 50 წელს გადაცილებული ვარ. მაშინ კი სულ რაღაც 12-13 წლის თუ ვიქნებოდი. ჩვენს კორპუსში ერთი ოჯახი ცხოვრობდა. ერთი ბიჭი ჰყავდათ, რომელიც ჩემი უმცროსი ძმის კლასელი იყო და ალბათ ამან განაპირობა, რომ ოჯახებით ვმეგობრობდით. ერთხელაც ახალი წლის დღეები იყო და თავისთან დაგვბატიჟეს. მამაჩემი მალე დათვრა, დაღლილი ვარო ბოდიში მოიხადა და სახლში წავიდა. დედაჩემი ოჯახის დიასახლის ეხმარებოდა სუფრის ალაგებაში. ჩემი ძმა თავის კლასელთან ერთად რაღაც ფილმს უყურებდა. ფილმმა არ დამაინტერესა და მეც სახლში წასვლა დავაპირე, მაგრამ ოჯახის უფროსმა, რომელიც ალბათ 50 წლამდე იქნებოდა, ხელი ჩამავლო და გინდა თუ არა ვიცეკოთო. ორივე ხელი მაგრად მომხვია და მუსიკის ფონზე აქეთ-იქეთ მაქანავებდა. რაღაც იყო ამ ვითომ ცეკვაში ისეთი, რაც არ მსიამოვნებდა, მაგრამ ვერ ვუძალიანდებოდი. უცებ მოულოდნელად ტუჩებში მაკოცა და შოკისგან ხელი ისევ კარი კინაღამ წავაქციე. კარი გავაღე და სახლში გავიქეცი. ამ ამბავს ვერავისთან მოვყვებოდი. მისი დორბლიანი ტუჩების გახსენებაზე ახლაც გული მერევა, მაგრამ სამაგიერო ასე გადავუხადე. დილას აივანზე გავედი და დაველოდე სამსახურში წასასვლელად, როდეს გამობრძანდებოდა სადარბაზოდან. ერთი ვედრო ცივი წყალი გადავასხი თავზე იანვარში და პლასმასის ვედროც მივაყოლე. ვითომ ყვავილების მორწყვის დროს შემთხვევით გადამივარდა. მაგარია. გაგვეცანით თუ შეიძლება, საიდან გვიკავშირდებით? მოგესალმებით, მე ვარ ნუნუ, 46 წლის, თელავიდან. ძალიან გამეცინა წინა რესპონდენტის მონაყოლზე და მართალი გითხრათ, გულიც მოვიფხანე. მე მგონი ყველა ქალის ცხოვრებაში მომხდარა ისეთი ფაქტი, რასაც დღეს სექსუალურ ძალადობას ან სექსუალურ შევიწროებას ეძახიან. და იცით ყველაზე დიდი საშინელება რა არის? ის რომ მოძალადეები ძალიან ხშირად ოჯახის ახლობლები, მეგობრები ან სულაც ნათესავები არიან. ამიტომაც რცხვენია მსხვერპლს მისი გამოაშკარავების. ეს მანიაკი მოძალადეებიც ამით სარგებლობენ. ხშირად მუხარასაც კი მიმართავენ მსხვერპლის გასაჩუმებლად. არ ვიცი როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები ასეთი მანიაკებისგან. ნუ თუ არავის ნდობა არ შეიძლება. მეც გამახსენდა ერთი ფაქტი, რომელიც ჩემი მუსიკალური სასწავლებელში სწავლის დროს ხდებოდა. მოგეთ 13-14 წლის გოგონები ვიყავით ჯგუფში და ერთ-ერთ საგანს ღვაწლმოსილი ასაკოვანი პროფესორი გვასწავლიდა. თავის მაგიდასთან ორისკალი ედგა და ყველა ლექციაზე ჯგუფხელი მჭირდებაო ასე ამბობდა. ამ ჯგუფხელს გვერდით მოისვამდა და ჟურნალში დასწრება არ დასწრებას და ნიშნებს აწერილებდა. ყველა ლექციაზე ცვლიდა ჯგუფხელებს და შესაბამისად მეც მომიწია მის გვერდით დაждდომა. გვარების კარნახის დროს ვითომ უშუალოდ ფეხზე ხელს მადევდა და როცა გარკვეთილის ახსნას იწყებდა, გაუმართლებლად დიდხანს რჩებოდა მისი ბებერი ხელი ჩემს ფეხზე. ამაში რაღაც ისეთი არასასიამოვნო იყო, ვერც მოვყვებოდი. დანარჩენი გოგოებისთვისაც კი არ მithქვავს, მხოლოდ წლების შემდეგ, როცა ერთად შევიკრიბეთ, აღმოჩნდა, რომ ყველას ერთი და იგივე გრძნობა და ზიზღი ჰქონდა ამ კაცის მიმართ. აი ასეთი ინტელექტუალი მანიაკებიც არიან პროფესორის მანტიაში შემოსილნი. სამწუხაროდ ასეც ხდებოდა და ალბათ ახლაც ხდება. უი, რას ამბობთ? აი, ისევ ზარია, გისმენთ? პირდაპირ ეთერში ხართ.
მოგესალმებით. რა სამწუხაროა, რომ ამგვარ თემებზე გვიწევს საუბარი. მაგრამ თუ არ ვილაპარაკეთ, დავმალეთ და ხელი დავაფარეთ მოძალადეებს, ისევ ჩვენი შვილები დაზარალდებიან. პირველ რიგში, მათ დასაცავად უნდა ვამხილოთ ყველა მოძალადე. საბედნიეროდ ცოტა გამოფხიზდა საზოგადოება და ახლანდელი მოზარდები მეტად არიან ინფორმირებულები თავიანთ უფლებებზე. მე ვარ მადონა 61 წლის და მინდა გითხრათ, რომ არა მარტო გოგონები, ბიჭების არაერთხელ გამხდარან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. 20 წლის წინ საირმეში ვისვენებდი ჩემს ვაჟიშვილთან ერთად, რომელიც მაშინ 7-8 წლის იქნებოდა. ერთი ჩემი ასაკის უცოლო კაცი იყო იქ ჩამოსული. მაშინ ქმარს ახალი გაცილებული გავხდით. ეს კაცი ჩემი და ჩემი შვილის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა. სიმპათიური მამაკაცი გახდა და ცოტა მეც მომწონდა. ყოველ შემთხვევაში მისი ყურადღება არ მაღიზიანებდა, პირიქით ძალიან სიამოვნებდა. ხშირად გვაკითხავდა და ხან კაფეში გვეპატიჟებოდა, ხან სასეირნოდ. მეც არაფერი მქონდა საწინააღმდეგო. ერთხელაც სანატორიუმის თანამშრომელმა დამიძახა და ჩუმად მითხრა. ეგ სანდო კაცი არ არის და ფრთხილად იყავი მაგასთან, ბავშვი მარტო არ დატოვო. არ ვიცი რა გითხრათ. მთელი ღამე თეთრად გავათენე და მეორე დილასვე წამოვედი საირმიდან. კიდევ 2 დღე უნდა დარჩენილიყავი, მაგრამ მეტი აღარ მიმინდა. პრინციპში გამოვიპარეთ იქიდან. მაშინ მობილურები არ იყო მოგეხსენებათ. მაგრამ ტელეფონის ნომერი მანამდე გამოგვართვა და რეკავდა კაიხანს. მე ვუთიშავდი, მერე ეტყობა მობეზრდა და თავი დაგვანება. დღესაც არ ვიცი რამდენად მართალი იყო ის ინფორმაცია, რაც მას ეკავიგე, რომ პატარა ბიჭებს ავეწროებსო, მაგრამ ეჭვმა თავის იქნა და მასთან ურთიერთობა საბოლოოდ გავწყვიტე. ზოგჯერ შეიძლება ჩვენი ეჭვების გამო ვიღაცას უსამართლოდაც კი მოვექცეთ, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ პატარებს ჩვენი დაცვა სჭირდებათ და როგორც იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სკივაო. დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა და მე ისევ ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.